დილამშვიდობისა დღეს 11 მარტია სამშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ გეგინემ სიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა ყველას მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რა თქმა უნდა შევეცდებით ტრადიციულად საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. ვიდრე გადაცნობით გადაცემის ანონსს ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 11 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა პორფირის, ღაზელ მთავარეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს ანატოლიას, ფოტოს, ფოტიდას, პარასკევას, კირიაკიას, დომნინას და სებასტიანეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას ანონსს გაგაცნობთ. ჩვენი პირველი სტუმარი დღეს იქნება გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ მძიმე, საკმაოდ რთულ, მაგრამ აქტუალურ საკითხზე, ეს არის თვითმკვლელობის ცოდვა. 10 მარტს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას დაბადებიდან 120 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად შეიკრიბნენ სამთავროში მის საფლავთან, სადაც გადაიხადეს პანაშვიდი. ასევე გაიმართა ჩოხოსანთა დაჯილდოების ღონისძიება. უფრო მეტს ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ, რომელსაც გადაცემის მსვლელობისას ვნახოთ. დღეს ასევე სამედიცინო თემასაც შევეხებით, ვისაუბრებთ ისეთი მნიშვნელოვანი დაავადების შესახებ, რომელიც არის მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში. ეს არის დაავადება გლაუკომა, როგორია ნიშნები, სიმპტომები ამ დაავადების და რა მიდგომები აქვს. თანამედროვე მედიცინა სამკურნალოდ სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით.
დილომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და შემოგვიერთდა პირველი სტუმარი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ, გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე არის ჩვენთან ერთად. დაგლოცებთ გამოგიერთდით. დილომშვიდობისა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დღეს გვიწევს ვისაუბროთ საკმაოდ რთულ მძიმე საკითხზე, მაგრამ ეს არის აქტუალური საკითხი და ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ შევეხოთ. თვითმკვლელობის ცოდვაზე გვინდა რომ ვისაუბროთ და ვიდრე დაგისვამთ პირველ შეკითხვას, მინდა წავიკითხო ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლიდან, ეს არის საშობაო ეპისტოლე 2024 წლის. აი მე პატარა ამონარიდს უცვლელად წავიკითხავ. შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ. გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუც. ამიტომაც არ შეუგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. ეს იყო ამონარიდი პატრიარქის საშობაო ეპისტოლიდან, რომელიც 2024 წელს გამოქვეყნდა. 2024 წლის შობაზეა საუბარი სწორედ. მამა გიორგი, ვიცით რომ უმძიმესი ცოდვა არის თვითმკვლელობა. არა თუ ქმედება, არამედ ფიქრით ცოდვა არის თვითმკვლელობაზე, ასევე ცოდვა არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, რაცაც ადამიანი მიჰყავს სწორედ ამ ცოდვამდე. ჩვენ გვინდა რომ პატრიარქის სიტყვების კონტექსტში წარმართოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი სწორედ რომ აი არ არსებობს ჩიხი, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან არის გამოსავალი. რატომ ეუფლება ადამიანს სასოწარკვეთა უიმედობა, რამაც შეიძლება მიიყვანოს სწორედ აი ამ მძიმე ცოდვამდე, აი ამით დავიწყოთ და შემდგომ ვისაუბროთ იმაზე, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შემთხვევით თუ არაფერი არ ხდება, 1-2 კვირის უკან მქონდა ზუსტად მსგავსი შეხება ჩვენსკენ, ჩვენი ეპარქიისკენ. მოკლედ ერთმა 25 წლის ახალგაზრდამ მოკლედ ეს სუიციდი დაამთავრა თავისი სიცოცხლე და მე მომიწია ამ ოჯახთან ურთიერთობა. ეხლაც ამ კვირას უკვე ტაძარში იყვნენ მოსულები და რაღაცა საკითხებზე საუბარი და მოკლედ შემთხვევით არ ხდება არაფერი. მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ადამიანი გაერკვეს როგორ მიდის ამ მდგომარეობამდე და რატო არის აი დღევანდელი სამყარო ვერ იაზრებს ამას რომ ეს გარდაუვალი პროცესი არის, ოდესაც ადამიანს გამოსავალი აღარ აქვს რომ ეს გააკეთოს და რატომ არის ეს? ნახეთ როგორ რაღაცა დაცემის შემდეგ ახლა ვისაც რა უნდა ისთვის, ანუ როდესაც ადამიანის ყოფა შევაფასებ დღეს ორ რაღაცას ამჩნევთ ადამიანში, რომ ერთი მასში არის ბოროტი მდგომარეობაც, ანუ ეს არის მასში არსებული ისე იგი თუნდაც ის სასწარკვეთილებისკენ მიდრეკილება, მასში არის დიდების მოყარეობა, მასში არის ისე იგი გემოთ მოყარება, ადამიანში ამპარტავნება, ეგოიზმი, ეს ყველაფერი არის მოკლედ ადამიანში დაგროვილი. არის აქეთკენ მეორე კეთილი თვისებები, ხო? ეს არის ისე იგი მადლიერების განცდა, თავმდაბლობა, სიმშვიდე, გულმოწყალება, მოკლედ ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს მოკლედ ადამიანის შინაგანში და აი რა მინდა ვთქვა, იცით, არსებობს კულტურა ზოგადად, აი კულტურა რა არის? ხშირად ჩვენ ვერ ხვდებით ხოლმე ამას და მინდა ანუ ესეთი საკითხი დავაყენო, რომ კულტურა არის ის რაც აძლევს ადამიანს საშუალებას ამ ორიდან რომელიღაცას აქტუალიზაცია მოხდეს. ანუ კულტურა ეს არის გამოვლენა, ანუ ადამიანში რა შეიძლება რომ გამოვლინდეს, აქტუალობა რამ განიცადს, მაგრამ გადახედეთ დღევანდელ სამყაროს, დღევანდელი სამყარო ფაქტობრივად არის ეგოიზმში და საკუთარ თავზე პატივმოყვარეობაში, ეგოიზმში ჩაკეტილია და ნახეთ ადამიანი იმდენად ამპარტავანია და იმდენად ანუ ეგოისტურად არის და იმდენად თავმოყვარე გახდა და იმდენად ის არის, რომ თქმა იმისა, რომ ანუ ისე იგი მიშველეთ ანუ შემეშალა და მიშველეთ, მოკლედ არ არის. აი ეს კულტურები და სუბკულტურები, რომელიც დღევანდელმა სამყარომ შექმნა, არის ისი მაჩვენებელი, იცით? ანუ ადამიანური გონებით შექმნილი გარკვეულია ეს გამოვლინებები, რომელიც შეიძლება იყოს ისე იგი ქამარივით შემოუჭირა ადამიანს და დღეს ადამიანი ნახეს ადამიანს დაუწეს ეს რომ რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ცოდვა, რა არ არის ცოდვა, სად არის გამოუვალი მდგომარეობა და ანუ ფაქტობრივად 21 საუკუნეში, მე-20-21 საუკუნე ეს არის ჩიხური მდგომარეობა. ადამიანს უთხრეს რომ შენ ხარ ამ დედამიწაზე მოსული, ჩამოგდებული ისე იგი და გამოსავალი არ არსებობს. ანუ იცხოვრე როგორათაც ცხოვრობ და ანუ საბოლოო ჯამში გამოსავალი ადამიანმა იპოვა იმაში რომ ნახეთ რას აკეთებს
ანუ იძირება და იძირება უფრო მეტად ცოდვაში. იძირება და ხა ცოდვა რა არის, ვერ ვამჩნევ ჩვენ რომ ისე იგი ცოდვა ეს არის საკუთარ თავზე მიყენებული ზიანი. და ეხა ეუნება ადამიანი დღეს ეუნებია რომ თავისუფალი ხარ და რაც გინდა აკეთე. კი ბატონო, ამას რო ეტყვი ადამიანს, იცი რა, მოდი დაფიქრდი, მართლა ყველაფრის კეთება შეგიძლია? ნუ ამაზე ბრაზდება, იმიტომ რომ შენ ვინახარ ახლა მე რომ, ანუ იმიტომ რომ ამპარტავანი და ეგოისტები ვარ, შენ ვინახარ ახლა მე რომ მეუნები რომ ესე იგი რა გავაკეთო და რა არ გავაკეთო და ჩვენ გვახსოვს აი პატრიარქის ეპისტოლეებზე უამრავზე ეს საზოგადოების რაღაცა გარკვეული ნაწილი, ესე რომ თქვა, ანუ თავსვავებულად მიიჩნევს რომ კრიტიკა გამო ზოგიერთი. ნახეთ როგორ არის ჩამოყალიბდნენ როგორც აი როგორ გითხრათ, იცი, აი ელიტად ესე რომ ვთქვათ, რომ ისინი განსაზღვრავენ. ნახეთ, აი სწორად მიდივართ აი პატრიარქის იქამდე, რაც თქვა, რომ ისე იგი ისინი განსაზღვრავენ რა არის სწორი, რა არის არასწორი და ჩვენ კარნახობთ საზოგადოებას რა არის სწორი. ანუ ჩიხი არსებობს თუ არ არსებობს, შენ კი არ იძახი, პატრიარქს ეუნებია, რომ მე ვეუნები საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მართვის იარაღი არის. თუ ადამიანი შეავიწროვე და არტახები შემოუჭირე და უთხარი რომ შენ გამოსავალი არა გაქვს, ანუ შენ თუ ამ ზღვარს გადახვალ მორჩა და აი მე ერთი ის ქონდა, აი ესეთი შემთხვევა ქონდა, ერთი შეეშალა ერთ-ერთ მორწმუნე ადამიანს, აი რაღაცა მოკლედ ისეთი ცხოვრებისეული რაღაცი შეშლა ქონდა და რომ მოკლედ იმ ვისთანაც შეეშალა იმას კითხა რომ ეხაო რა გავაკეთო რა რაღაცა აი უნდა და რომ რაღაცა აი როგორ მოვიქცეო რაღაცა ესელა მოკლედ თუ თავი მოიკალიო რა ხო და აი იმის ამაგ აზრის მერეს და ზოგადად სულ მქონდა ის რომ აი არის კულტურები და სუბკულტურები დღესაც საქართველოში რომელიც ანუ აქვთ როგორი იცი რომ ანუ ისინი არიან განსაზღვრელები ანუ აი ჩვენ განსაზღვროთ ადამიანმა როგორი ცხოვროს როგორ არის ცხოვროს თუნდაც ეს ქუჩის ამბები რომლებიც თქვათ აი ახალგაზრდები ახლა ხო რაღაცა იქ რაღაც საქმის გარჩევებია ისინი ესენია და აი ესე განაჩენს გამოუტანენ ერთმანეთს ისე იგი ვინ შეიძლება ციცოცხლე გააგრძელოს ვინ არა და აი აქ ყველაზე მთავარი არის რომ დაუკვირდით ყველაზე მეტად რა მოკლეს ანუ ქრისტეს კლავენ აი თქმა თუნდაც ნიჩედან მოყოლებული რომ ღმერთი მოკვდა ანუ ნიშნავს იმას რომ თუ კი ღმერთი არ არის დოსტოევსკის ძახის მაშინ ადამიანი ყველაფერს კარგავს ანუ გამოსავალი კარგება მიხვდით ამიტომ რომ ჩვენ ვექცევით ადამიანური ესე იგი ესე რომ ვთქვათ აზრით შექმნილი გარკვეული ფასეულობებისა და ღირებულებების წნეხში და აქედან გამომდინარე ისინი განსაზღვრავენ ჩვენ ესე იგი ბედნიერები ვიყოთ თუ არ ვიყოთ გვიხაროდეს თუ არ გვიხაროდეს და ამიტომ ადამიანმა ნახეთ მისი ჩვეული ფორმა გახდა ტანჯვა. და არადა ეუნები ადამიანს რომ განა არა შეიძლება ტანჯვა იყოს, მაგრამ გამოსავალი მუდმივად არის. ანუ მე გთავაზობ იმას, ანუ ქრისტეს თავაზობს ადამიანს იმას, რომ ეს წუთისოფელი მთავრდება და წუთისოფლის იქით არსებობს მარადიული სიცოცხლე, სადაც ანუ რა მინდა თქვა ადამიანური ლოგიკი და ადამიანური ისე იგი გარკვეული მოფიქრებული პარადიგმებით კი არ განისაზღვრება ყველაფერი, არამედ განისაზღვრება ქრისტე როგორ უყურებს ადამიანს. ამიტომ მე მინდა დღეს უთხრა ახალგაზრდებს ესე პირდაპირ გაგებით რომ როდესაც რაიმე ჩიხურ მდგომარეობაში ან თუნდაც ახალგაზრდებს და უფროსებსაც, ანუ როდესაც ჩიხურ მდგომარეობაში შეხვედი და გარკვეულწილად თქვენს გარშემო შეიკრა ისეთი მდგომარეობა რომ ადამიანები უკვე თითქოს საშველი არ არის და აფასებენ რომ შენი მდგომარეობა გამოუვალია და ერთადერთ გამოსავლად იმისა გეჩვენება რომ შენ დავიდა მოიკლა გაიხსენე ერთი რამე რომ როგორ უყურებს შენ მდგომარეობას და როგორ უყურებს ზოგადად ადამიანს ქრისტე როგორ უყურებს ღმერთი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ღმერთის მოცილებით ღმერთის ადამიანის ცხოვრებიდან მოცილებით და იგივე აი პატრიარქის ეპისტოლის კრიტიკით პატრიარქის აი ამ მოწოდებით ადამიანებისა რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს ეს წუთისოფლის სული და მისით მოქმედი გარკვეული სოციალური ჯგუფები იქნება თუ გარკვეული ადამიანები ხო რომლებიც ცდილობენ რომ ადამიანი მოაქციონ თავისი ზეგავლენის ქვეშ აი ამ თავისუფლებას ოდესაც აძლევს ვინმე აი ამაზე მოკლედ გამოდიან წყობილებიდან და ხშირად ნუ ხან არის ხომ რომ საერთოდ სახეს კარგავენ და ისეთ კრიტიკას გამოთქვამენ რომ ისე იგი მცირე ჯგუფია ესეც სახტად დარჩება ყოველ შემთხვევაში ძალიან მცირე ადამიანის ელიზაბეთ მცირე ჯგუფია მაგრამ რა არის ეს ის ჯგუფებია ყოველ შემთხვევაში ვისაც ჩვენ ნუ მე ხლა არ მინდა არ მიყვარს ხოლმე რაღაც იმითი ვისაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ სატელევიზიო სივრცეებიდან და რომელიც ანუ ესე რომ ვთქვათ ავანგარდში დგანან თითქოს საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრებისა აი დაუკვირდით თუ
გინდა და თუ ეხლა შეიძლება მე მეშლებოდეს რამე რასაც ვიძახ, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ხო, ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, პატარა ჯგუფი, დიდი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს პატარა დიდი არ არის ინტერნეტი სივრცეში, ხო, ერთ ადამიანს შეუძლია უამრავ ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა. ეს ადრე იყო, რომ ერთ სოფელში ან ერთ ქალაქში რა მოხდებოდა, მეორე ქალაქში არ ჩადიოდა ეს ამბავი და ადამიანები ცხოვრობდნენ თავის გარშემო. და დღეს ისე იგი გადახედეთ სოფლიოში რაც ხდება, თუნდაც ახლა ის სირიაში რაც ხდება, რაც თქვა ქრისტიანების თავს ხდება, ხო? ანუ ჩვენამდე ეს არ ჩამოვიდო და მთელი ცხოვრება რო გვეცხოვრა, მაგრამ დღეს უკვე ჩამოდის ეს რაღაცა. ამიტომ ერთ ადამიანსაც კი იმხელა პასუხისგებლობა ადევს, რომ ერთი გამოჩენილი თუნდაც კულტურის სფეროში, თუნდაც სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში თუ სპორტის სფეროში თუ იმაში, ერთი ადამიანის მოკლედ გარკვეულწილად აზრის ჩამოყალიბებას და გაჟღერებას პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს მისი უწმინდესობის ის რომ აი გამოსავალი არის ყოველთვის და რა არის გამოსავალი არის ღმერთში და გამოსავალი არის ქრისტეში. იმიტომ რომ აი ეს წუთისოფელი ფაქტობრივად თვით ლიკვიდაციისკენ მიდის. ადამიანი ვითომ ცდილობს რომ ბედნიერება, სიხარული მოიმარა, აი პირიქით თვით ლიკვიდაციისკენ მიდის. საიდკენაც ახლა მივდივარ ჩვენ, რასაც ანუ როგორი ადამიანის ფორმირებასაც დღეს ზოგადად საზოგადოება ცდილობს და მსოფლიო ესე რომ ვთქვა ცდილობს, ხო, ეს თვით ლიკვიდაცია. ნახეთ როგორი რაღაცა იცი დღეს ადამიანი იმას ანუ უბედურია და კითხვებს როსვავს რომ აი მაგალითად გაუჩნდა კითხვა აი თქვენი ჩამოყალიბებული აზრებით მაგალითად გუშინ ერთ სიძახით დღეს მეორე სიძახით ხვალ სხვა რამე სიტყვით გუში რაც ღირსება იყო დღეს უღირსებაა თურმე ანუ ისე ცვლით ამ აზრებს ადამიანები ისე ცვლიან ზოგადად ამ აზრებს საყრდენი არ აქვს ადამიანს და როდესაც აი კითხვა უჩნდება ესეთი რომ აი რატო არის ესე აი უბედური ვარ მიუხედავად იმისა რომ თქვენ იძახით რომ აი ბედნიერს ქვეყანას და ბედნიერ მოკლედ სამყაროს ვაშენებ და ადამიანი ესე და აგერ მარსზე წავედით და იქ რაღაცას მოკლედ აი უამრავი რა არის აი ამ უბედურების მიზეზი უიმედობის სასოწარკვეთის დეპრესიის უღმერთობა უსაყრდენობა ნახეთ როგორ ცვალებადია ადამიანის გონება და ადამიანი ცვალებადია და მისი ანუ ესე რომ ვთქვათ მისი ჩამოყალიბებული აზრები ცვალებადია გუშინ მე რა აზრზეც ვიყავი დღეს ხო აღარა ვარ ხო ხვალ კიდე სხვა აზრზე ვიქნები სხვა აზრზე ვიქნები გააჩნია გარემო როგორ განვითარდება გარემო ფაქტორები ხო ხომე თანხმებით ამაში და ერთადერთი ნახეთ უცვალებელი გახსოვთ იესო ქრისტე გუშინ და დღეს იგი თავადია სუკუნისამდე ანუ საყრდენი აკლი ადამიანს და როდესაც მე ქრისტეს მივეყრდენი თუნდაც მე დავინახე ჩემში არსებული ის ბევრჯერ გვისაუბრია მანკიერებები ცოდვები დაშვებული შეცდომები ქრისტე ყოველთვის მეუნება არაუშავს გამოსავალი არის აქედან. შენ შეიძლება აქედან გეუნებია რომ შენ ესე, შენ ისეთო, შენ ანუ ჩვენ იმიტომ რომ ქრისტიანობას ყავს ადამიანები ვინ იცი, რომლებიც უმძიმესი წოდებიდან წმინდანობამდე მივიდნენ. მარიამ ეგვიპტელი რომლის ახლა დიდ მარხვაში ხსენებასაც აღვასრულებთ ხო, პავლე რომ ხო, საულე პავლე გახდა, ესე იგი პირველი ავაზაკი შევიდა, მოსე შავი არის. აი ეს ტრანსფორმაციის მომენტი რომ ადამიანო ქრისტიანობას თავაზობს, აგეთ მე მყავს ადამიანები რომლებიც უმძიმესი წოდვით იყვნენ საზოგადოებიდან შეიძლება გარიყულებიც იყვნენ ადამიანები რომლებიც მათი ისე იგი მდგომარეობა ძალიან ცუდად იყო შეფასებული, მაგრამ ისინი დღეს წმინდანები არიან და სამაგალითოები არიან. თუმცა იუდა ისკარიოტელი რომელიც უფალთან ერთად იყო და თვითმკვლელობით რაც ოდოსაც ჩადის ეს ხო ყველამ ვიცით და თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. შეიძლება ზოგმა ესეც იკითხოს რომ ის ხომ უფალთან იყო. აი ეს არის ზუსტად რომ ანუ იუდას ყველაზე მთავარი განმაპირობებელი იმისა რომ ის თავს იკლავს არის რა რომ მისი ლოგიკით დადის. ანუ მას აქვს დაგეგმილი ქრისტესთვის, ანუ ქრისტე, ესე რომ ვთქვათ, რო უნდა გამეფდეს. მაშინ კი არ ცდილობს რომ მესია დაინახოს, მაშინ კი არ ცდილობს რომ სულის განმაახლებელი დაინახოს. იუდაში გარდატეხა ხდება მაშინ თუ კი ამას გავყვებით, რომ ბარე კითხვა რო დაისვა, ბოლომდე კი პასუხი გავცეთ. იუდაში გარდატეხა ხდება მაშინ, როდესაც უფალი იერუსალიმში რო შედის, გზას აირჩევს არა ტაძრისკენ რო გამეფდეს, არამედ მიდის გეცემანის ბაღში. ანუ სერობაზე მიდის და გეცემანის ბაღში მიდის. ანუ მზად არის რომ ეწამოს. და იუდა იძახის რომ იცი რა, არა, ჩემი ლოგიკით შენ არ უნდა ეწამო, შენ უნდა დიდი მეფე გახდე და ამიტომ მიდის და ადამიანური ლოგიკი და თავს რატო იკლავს.
მიხვდება საბოლოო ჯამში, რომ მესიას ლოგიკური მსჯელობა მიიყვანა იქამდე, რომ საკუთარი მოძღვარი, რომელიც თავისთავად პატივს სცემდა, მისთვის ცუდი კი არ უნდა და კარგი უნდა და გამეფება უნდა და მაგითი, რა თქმა უნდა, თავის სარგებელსაც ხედავდა, რომ იქ თუ კი გვადრუციებ არა, მე ალბათ ფინანსთა მინისტრი იქნებოდა პირობითად, ხო? ამ ქვეყნიური ლოგიკით რა წამს ჯელობს ადამიანი და ქრისტეში ვერ ხედავს იმას, ვინც არის მხსნელი და ამ ადამიანური ლოგიკით და ამ წუთი სოფლისეული სულისკვეთების იქით გამსაზღვრელია და გასვლა შეგიძლია ადამიანს, ის იუდას მდგომარეობაში ჩავარდება ადამიანი, შეუძლებელია რო არ ჩავარდეს. ამიტომ მე ვიძახი, რომ მოდით, საზოგადოება მოვაწყოთ ისემ, რომ გამოსავალი მიცე და გამოსავალი არის ქრისტეში. მოდი ყველამ ვაღიაროთ ერთი რამ, რომ ვერ შევქმნით ვერასოდეს ადამიანი ვერ შექმნის თუნდაც სამართლიან საზოგადოებას. იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ რას გვეუბნებიან, ხო? დღეს რო ვესაუბრებით ასე ადამიანებს, რომ როდის და მოიცა მარსზე რო წავალთ, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, ჯერ ბევრი რამე არ გამოგვიკვლევია, ადამიანს ვიკვლევთ ახლა და მოკლედ მის ფსიქოსომატიკას და იმას რო გამოვიკვლევთ, მე შევხედავ, ვეთყვით ზუსტად ადამიანს რა უნდა გააკეთოს, რომ ბედნიერი იყოს და ამ დროში, ხო, ადამიანის ცხოვრებას ამთავრებ. დგები იმ რეალობის წინაშე მიდიხარ და ზოგი ამას ვიძახი, ამ წნეხს რო ვერ უძლებს, სიხარულს და ბედნიერებას ეძებს და რაღაცა წნეხს რო ვერ უძლებს, იძახის რომ რა ვაკეთო რა, იმედგაცრუება და მოკლედ საბოლოო ჯამში ადამიანი სუიციდალურად ამთავრებს. მამა გიორგი, ბუნებრივია ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე, წინასწარ მისი განზრახვის შესახებ არ საუბრობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, თუმცა არის პირიქით შემთხვევებიც. ასეთ შემთხვევაში რა როლი აქვს სულიერ მოძღვარს და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ადამიანის ქცევაში, საუბარში დაინახოს მოძღვარმა, რომ რაღაც ცუდი ნიშნები აქვს მის საუბარს და რა მოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. იცით როგორ არის, ეს კომპლექსურია რა პირობითად. თუ ადამიანი მოვიდა წეღანეს თქვი, ეს სამყარო ყველაფერს ეუნება ადამიანს, ყველანაირად ეუნება, რომ ხმა არ მოიღო. აკუმულირება შენ ხარ, შენი თავის გამსაზღვრელი შენ ხარ და შენ ხარ ყველაფერი და შენ მოკლედ პატარა ღმერთი ხარ და რასაც შენი თქვი ესე და როდესაც ადამიანი ჩაკეტილია ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია დაიძახოს რომ მიშველეთ. და თუ კი დაიძახა ადამიანმა მიშველეთ, ეს უკვე გამოსავალია და ამ დროს უკვე საშუალება გეძლევა ადამიანს რაღაცა და ერთადერთია გამოსავალი. ამ დროს არანაირად შენი იმ თავის ადამიანურ ლოგიკა, შენი ადამიანური ლოგიკა არ უნდა დაუმთავრო და ესე იგი არა, აუცილებლად ქრისტე უნდა დაანახო. ქრისტეშია, უნდა უთხრა, ქრისტეში ახსნა, იცოდე, ქრისტესთან მიდი და ის გამოსავალს აუცილებლად განახებს, ხო? ჩემშიც არის, უნდა აუხსნა, რომ მეც მაქვს ტკივილები, მეც მიჭირს, მეც ბევრი რაღაცა მაქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემში ეს ტკივილები და ტანჯვა შეიძლება არის, მე გამოსავალი მაქვს, მე ვიცი, რომ ქრისტეა ჩემთან და ამ ტანჯვასაც კი ხშირ შემთხვევაში სიხარულად გარდასახავს, სიხარულად გარდააქცევს და რაღაცა გასაძლები ხდება, თუნდაც რომ ამ წუთის სოფელში ეს არტახები მოგიჭირონ ამ წუთის სოფელმა და გაიძულონ, რომ რაღაცა ისე იგი ამ უბედურებაში ჩაიძირო და ერთადერთი არის, მინდა გითხრათ, რომ ვის არ ებადება თვითმკვლელობის ესე იგი სურვილი რა. არც სურვილი და არ ჩდება ასეთ სულში. ეს არის თავმდაბალი ადამიანი. მაინც ამ პარტავნებამდე მიდივართ, ხო? თუ თავმდაბალი არ არის ადამიანი, ხო, ნებისმიერი აზრი მოდის, იმიტომ რომ საკუთარ აზრს კიდევ ვიძახი ჩვენ, რავი, წეღან ეგ თქვით, ცოდვა ისიც რომ კიდე კაი, მადლობა ღმერთს მოვიდა და თქვა ქრისტემ, რომ ფიქრიც კი ცოდვაო, ხო? და ეს ამით რამდენად დაგვიცვა, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ადრე შევამჩნიოთ ჩვენში არსებული მანკიერებები და უკვე რომ მიჯნაზე მივალთ, მე არ მივიდეთ. საოცარი არის ეს და ამიტომ ახლა მე ვიძახი, რომ ადამიანში, რომელშიც ამპარტავნება, ადამიანში, რომელშიც ეს ეგოიზმი, მოკლედ რაღაცა ჭარბობს და მოკლედ მის აზრზე უნდა იაროს ყველამ და ყველაფერმა, უნდა იცოდეს ასეთმა ადამიანმა, რომ პოტენციურად მაშინ როგორ დაეწყობა მის გარშემო ცხოვრებისეული ფაზლები, არავინ არ იცის. ამიტომ ნებისმიერი ამპარტავანი და ეგოისტი ადამიანი, თუ კი საკუთარ თავში დაჯერებული, თვით თავმოყვარე რაღაცა, უნდა იცოდეს, არავინ იცის მის ცხოვრებაში ფაზლები როგორ დაალაგდება, მასში ზდევს პოტენციურად, უნდა იცოდეს, რომ პოტენციური საკუთარი თავის კვლელია, იმიტომ რომ ამპარტავნება უკვე საკუთარი თავის კვლელობა. ადამიანის მოკლედ ეგოიზმში ჩაძირვა უკვე საკუთარ თავში სულის მკვლელობაა და თუ კი შენ სული ბოლომდე მოკალი,
აღარაფერი აღარ უშლის წუთი სოფლის სულისკვეთებამ გიბიძგოს აზრი ჩაგაწვეთოს და მე უკვე გიბიძგოს რომ ეს მოკლედ შეასრულო. ამიტომ ქრისტიანობა ამიტომ მნიშვნელოვანი და ამიტომ აი როგორ ამინდა თქვა იცი აი უმნიშვნელოვანესია დღეს მთელი აი სახელმწიფო იქნება თუ მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს იმისკენ რომ გამოჯანსაღდეს აი გაჯანსაღდეს საეკლესიო ცხოვრება გაჯანსაღდეს საღვთო ცნებები ისმოდეს აი ისმოდეს ყოველ ანუ სკოლაში იქნება ესე იგი ზოგადად ანუ უმაღლეს დაწესებულებებში რომ აი ეს იყოს რომ ადამიანს მუდმივად კონდეს აი ამ ჩიხიდან გამოსulis სურვილი და უნარი არა ის რომ ვიღაცაზე ზემოქმედა ხა დღეს უჭირთ იმას რომ ამად გონიათ რომ ეკლესია აღიქვეს რაღაცა გარკვეულ იდეოლოგიურ ესე რომ ვთქვათ იმათ და ჩვენ ვიღაცის ის გვინდა რომ ხალხი ჩვენს გვერდი ან არ არის ესას არ არის არც ეკლესია ანუ ქრისტიანობა არის იდეოლოგია არც კულტურა არც ქრისტიანობა არის ერთი რამ რომ უშველოს ადამიანს დაეხმაროს ადამიანს და გაწმინდოს ადამიანი და მასში ადამიანობა დააბრუნოს რომ ამ წუთის სოფელში ისედაც არსებული ტკივილებისაგან და განსასწრებისაგან შეეძლოს ადამიანმა რომ თავი დაიცვას. დიახ. მამა გიორგი, ალბათ იმაზეც უნდა ვისაუბროთ, აი რატომ არის ეს მძიმე ცოდვა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. ზოგადად უიმედობა სასოწარკვეთა თვითმკვლელობაზე ფიქრიც, ვთქვათ, აი რატომ არის ცოდვა? ბევრისთვის შეიძლება იყოს გაუგებარი, რომ აი მე ჩემ თავს ვაყენებ ხომ ზიანს, სხვას ხომ არაფერს არ ვუშავებ. აი რას ვაშავებთ? უფლის წინაშე, იმ უფლის წინაშე, რომელმაც არ არსებობიდან მოგვიყვანა არსებობაში, როდესაც ჩვენ თუნდაც გავიფიქრებთ და ეს აზრი გაგვიელვებს, რომ ჩვენ თავს რამე დავუშავოთ. ნახეთ, როდესაც ღმერთს მოვაცილებთ, მაშინ სიცოცხლე დღეს როგორც თქვათ საუბრობენ, ესე რომ თქვათ ეს წუთი სოფელი აღიქვავს ესე, მაშინ ეს სიცოცხლე მე ჩემით ამაკ და ეს გამსაზღვრო და გამკარგო მე როგორც მინდა ისე გამკარგავ, მაგრამ თუ მე მაგას ვიძახი ქრისტე შემოვა, ერთ რამეს ხვდები რომ ეს სიცოცხლე მე მაჩუქეს. ეს სიცოცხლე ანუ თქვენ რო იცოდეთ მილიონობით ადამიანი წელიწადში არ იბადება. დედის მუცელში კვდება. მილიონობით ადამიანი უბრალოდ აი ამ საოცარი სილამაზის სიცოცხლის და მერე კიდე ღმერთთან ყოფნის პოტენცია უკვდება ადამიანს, მიხვდით და ანუ როდესაც მე ვფიქრობ იმას რომ ღმერთმა ინება რომ მე გავჩდი და ეს ამ მოვლენილიყავი ამ სამყაროში და ანუ მე შემცლებოდა ღმერთის ხილვა, ღმერთის დანახვა, მაშინ უკვე ცოდვა რატო ამძიმე ამას ვიტყვით რომ მე ყველაზე მთავარს რაც ღმერთმა მაჩუქა და მომცა კლავდა უგდებ უკან არ მინდა მე შენი ეს ანუ მე თვითონვე ვიძახი ღმერთზე უარს ანუ თვითკვლე ანუ მოდი განსაზღვროთ რა ანუ არის ადამიანი რომელსაც ეს აზრი არ აქვს ეხლა არ შეიძლება ადამიანს ეს პირდაპირი გაგებით დავაბრალოთ ამ მე ვიძახი ეკლესია როგორ უყურებს ანუ როგორც სარწმუნოებრივი ხარე როგორ არის როგორ უყურებს ადამიანს რომ რატოა ეს ცოდვა ეს არის ცოდვა იმიტომ რომ ღმერთისგან მოცემული ყველაზე დიდი საჩუქარი რომელიც სიცოცხლე არის ამას ადამიანი კლავდა უბრუნებ უკან და ეუბნები რომ მე შენი სიცოცხლე არ მინდა მე განსაზღვრავ მე რა გავუკეთო ჩემს სიცოცხლეს ანუ განა ის რომ ეს ჩემი სული ჩემი სიცოცხლე გავამშვენო რისთვისაც არის ჩემთვის მოცემული არამედ მაგას ისე იგი გავთხრი მაგას ყველაფერს გავუკეთებ ანუ დავაკნინებ და ისე იგი დავამდაბლებ ყველანაირად ფეხქვეშ გავქელავ და მე რას ვიზავ ვიცი საბოლოო ჯამში მოვკლავ და მოგიგდებთ უკან და აი შეიძლება შემთხვევით მოდი განსაზღვროთ იმასა გავმიჯნოთ ერთმანეთსაგან ვიღაცა გააზრებულად ვინც იცის ეს ამას ვიძახ მაგითაც საუბრობ ხო ადამიანებმა რო იცოდნენ რატო არის ეს მძიმე ცოდვა რომ ჩვენ უგდებთ ღმერთს იმას რაც ყველაზე დიდი საჩუქარი მოგვცა ანუ მასთან ყოფნის ისე იგი ვიძახის ადამიანი რომ მე შენთან ყოფნა არ მინდა რომ სახურებაში ვეღარ ვიხსენიებ ხო შენ გოგონა ხო სახურებაც ერთი და მე შენთან ყოფნა არ მინდა აი ეს მომენტია მაგრამ მოდი გამიჯნოთ რომ ვიღაცა შეგნებულად თუ აკეთებს ამას ეს ძალიან საშინელი რამ არის მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც უბრალოდ ხო გეუბნები ჩიხური მდგომარეობიდან ვერ გამოდიან და არ ვიცით უფალი თვითონ განსაზღვრავს ის იძახის პაისი ათონელი რომ მე სასწარკვეთილებისგან ან რომ მეც ისე იგი ძალიან სულ მდგომარეობაში ვიქნებოდი რო არ ვიცოდე ბოლოს სიტყვა მაინც ღმერთს ეკუთვნისო ხო და ჩვენ არ ვიცით ადამიანმა ხო აი ამას წინათ ერთ-ერთ სასულიერო პირი საუბრობდა და ესე ძალიან საინტერესო საუბრობდა ამაზე რომ მეხუთე სართულიდან რო გადმოხტაო ადამიანი პირობითად და იმ სანამ ბიოლოგიური სიკვდილი დადგა გზაში რა იფიქრა ხო არა ვინც ის ხო ინანა არა ის ადამიანი რომ
რომელმაც აი რაღაცა გადაწყვიტა ეს რაღაცა გზაში ხო არ ვიცი და მოდი მივანდოთ ეს უფალს. ამგე ეს კი არ ამართლებს ეს რა თქმა უნდა ცალსახაა რომ ადამიანი თავის სიცოცხლეს ისწრაფავს, მაგრამ ის რომ თქვათ მშობლების და დანატოვრების მცირე ნუგეშად თქვათ რომ მოკლედ ღმერთი რას განსაზღვრავს ეს არის თავარი და მოკლედ ის რაც მარადიულობაში მოკლედ ადამიანისთვის იქნება და მე ერთ რამესაც მინდა შევეხო რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როგორც ქრისტიანების სწორი პოზიციის დაკავება, როდესაც აი ადამიანები აი ვიღაცა ისედაც მძიმედ არის ოჯახი, აი ისედაც მძიმედ არის და როდესაც ჩვენი თუნდაც გამონათქვამებით ესეთი ხისტი გამონათქვამებით რაღაც შეგვიძლია რომ ადამიანებს იგი უფრო ჩიხურ მდგომარეობაში მასაც ფაქტობრივად უბიძგებთ იმისკენ რომ გამოსავალს არ ვანახებთ, გამოსავალ და ჩვენ მათ გამოსავალი უნდა ვანახოთ და გამოსავალი რა არის? ნახეთ, სული პირობითად, სულმა რომელმაც ასე დაასრულა ცხოვრება გარკვეულ ცუდ მდგომარეობაშია. დედას ანუ რანაირად შეიძლება უთხრა შენ და უთხრა რომ იცი იგი შენი შვილისთვის არ იბრძოლო. ეუნები რომ იბრძოლე შენი შვილისთვის, შენევედრე ღმერთს და უთხრა რანაირად შეიძლება უგზალო ღმერთს, ხო, ანუ იმას დედას რომ იცი იგი ღმერთს არ ევედრო და ამიტომ მოდი ეს სიმძიმე რომელიც მის სულთან არის, ადამიანის სულთან არის, მივანდოთ ადამიანებს, ვინც მისთვის მაინც იბრძოლებს და მე დარწმუნებული ვარ ღვთის წინაშე რომ ესეთი დედა წარსდგება, უფალი ეტყვის, შენ კარგი დედა ხარ, რატო? იმიტომ რომ შენ შელი შვილისთვის მაინც ბოლომდე იბრძოდი და მოდი ანუ ამ სიყვარული შეუძლია რომ და შეუძლებელია რომ დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა. ანუ გამოსავალი ყოველთვის არის. არსებობს ყოველთვის. გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით სტუმართან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა
და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაუბრუნდით ეთერში 10 მარტს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას დაბადებიდან 120 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად შეიკრიბნენ სამთავროში მის საფლავთან, სადაც გადაიხადეს პანაშვიდი. ასევე გაიმართა ჩოხოსანთა დაჯილდოების ღონისძიება. უფრო მეტს ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ, ნახოთ სიუჟეტი. ქართველ მწერალს და საზოგადო მოღვაწეს ლევან გოთუას, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები პატიმრობაში გაატარა, პატრიოტული განცდები ღრმა ბავშვობიდან ამოძრავებდა. ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა 1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა. სამშობლოს სიყვარულის გამო ბევრჯერ დააპატიმრეს. სწორედ ერთ-ერთი სასჯელის დროს, სადაც არც ქაღალდი ჰქონდა და არც საწერი კალამი, ხის კარის ნატეხით ფიცრებზე დაწერა ყველასათვის საყვარელი ნაწარმოები გმირთა ვარამი. მას სხვა პატიმრებიც ეხმარებოდნენ, ნამუშევრებს მორებში გაკეთებულ სამალავებში ინახავდნენ და ნაცნობების დახმარებით თბილისში აგზავნიდნენ. 10 მარტს ამ სამშობლოზე შეყვარებული, მრავალჭირნახული მწერლის დაბადებიდან 120 წელი გავიდა. 10 მარტს აღინიშნება ლევან გოთუას დაბადებიდან 120 წელი. და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 წელი სრულდება, რაც ლევან გოთუას გადმოსვენება მოხდა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. ეს მართლაც იყო ძალიან დიდი ღვთისწყალობა და ბრძნული გადაწყვეტილება ჩვენი პატრიარქისა. აქ ყოველთვის არის ამაღელვებელი სიტყვების მოსმენა. ძალიან საინტერესოა ბავშვების
გამოსვლაც, ყოველთვის ხდება დაჯილდოვებაც. უკვე წლებია ქალბატონი ლალი ნაზღაიძე აწარმოებს კონკურსს, რომელსაც გმირთა ვარამის კონკურსი ჰქვია და აქ ხდება გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვება. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აი ძვირფასი ადამიანის, უაღრესად დიდი ადამიანის, დიდი ქართველის სულის წინაშე ვდგევარ და პატივისცემ მის წარსულსაც, მის აწყოსად და მომავალსაც. მხედველობაში მაქვს მე აი სიცოცხლე. სანამ ცოცხალი ხარ, ასეთი უნდა იყო, როგორც ლევან გოთუა იყო. მთელი თავისი ახალგაზრდობა, მთელი თავისი სიცოცხლე შეაწირა საქართველოს ბედნიერებას, მის სახელოვან წინსვლასა და გამარჯვებას. მე აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ ოჯახს დავუკავშირდი და გადავწყვიტე, რომ მისი სახელის ხუთავსაყოფად ჩემს ქუჩაზე სკვერი გამეხსნა. ქანდაკება დამედგა. მთელი ეს უბანი თავს იხრის აი ამ კუთხის წინაშე, ლევანის წინაშე. წელსაც მწერლის საფლავთან ტრადიციისამებრ შეიკრიბნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და მისი შემოქმედების მოყვარული მკითხველი. სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გაბრიელ კობახიძემ მიცვალებული სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. როცა გადმოვასვენეთ ბატონი ლევანი ჩვენ 20 წლის წინ 2005 წელს მაშინ მე გამოვედი და თქვი და ბოდიში მოუხადე ბატონ ლევანს რომ ვერც ჩვენმა თაობამ და ვერც წინა თაობამ ვერ მიაგო სათანადო პატივი ღირსიც იყო ვერც სიცოცხლეში ვერც გარდაცვალების შემდეგ მაგრამ მოვა ახალი თაობა რომელიც ჩვენზე უკეთესად შეაფასებს მეთქი ბატონ ლევანის ღვაწლს და დამსახურებას და ისინი უფრო მეტად დააფასებენ მეთქი თქვენ ღვაწლს ბატონო ლევან და მართლაც აი ესე ხდება მე-20-ით ვიკრიბებით დღეს ბატონ ლევანის გარდაცვალების შემდეგ აქ მის საფლავთან და ყოველ წელიწადს ახალი ხალხი ემატება ადამიანი რომელიც თავის ცხოვრების მესამედს გაატარებს საპრობილეში კატორღებში საკონცენტრაციო ბანაკებში და ინარჩუნებს მაინც სიწმინდეს ინარჩუნებს რაინდის თვისებებს და ვერაფერი მას ვერ თრგუნავს რასაკვირველია ეს თავებიდან თაობას გადაეცემა და დღეს ახლა აქ პატარა ბავშვები არიან გუშინ სწორედ ეზიარენ და მოვიდნენ დღეს აქ ბატონ ლევანის პატივგებისათვის რასაკვირველია ეს თაობა უფრო მეტად დააფასებს ბატონ ლევანს პანაშვიდის დასრულების შემდეგ საპატიო ჩოხოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუას 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 120 წელი შეუსრულდა მას და ეს იყო საოცარი ტანჯვა გამოვლილი ადამიანი თავისი ცოცხლეში მოგეხსენებათ 66 წელი იცოცხლა და აქედან მესამედი ზუსტად კატორღაში გაატარა და მისი დანაშაული იყო სამშობლოს სიყვარული მეტი არაფერი მას დანაშაული არ ქონია ერის და ზოგადად ქვეყნის წინაშე დანაშაულს რასაკვირველია ბჭყალებში ხმარობდა ლევანის გმირთავარამზე და მის მოთხრობებზე და ნოველებზე გავიზარდეთ ქართველები მისი მამულისადმი სიყვარულით მის ნაწარმოებებში იდო მაჯის ფეთქვა და გულისცემა საქართველოსი და როგორ მეამაყება რომ აი მომავალი თაობა მოდის ეცნობა იცნობს ამ წერალს მის იდეებზე იზრდება და ეს არის ყველაფერი რაც ჩვენ გვინდა ლევან გოთუაზე ნათქვამი ქონდა მის ერთ-ერთ თანა მესაკნეს რომ მასო სინდისი ცრემლზე უფრო სუფთა აქო აი ძნელია ამაზე უკეთესი ეპითეტი მოუფიქროთ ამას მე ვფიქრობ რომ ნორჩი ჭოღოსნებით დიდი ჭოღოსნებით ამ დიდებული ადამიანის ნაკვალევს გავყვებით აუცილებლად როგორც ჩვენი პატრიარქი გვასწავლის უწმინდეს ძალიან უყვარს მისი შემოქმედება დღეს ჩვენი ამსაბლი მოვედით იმიტომ რომ პატივი მივაგოთ უდიდეს წერას ლევან გოთუას დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს მასწავლებელს აქ მოყვანისთვის და
და ჩოხოსნებს. არაერთი ნაწარმოების, თეატრალური დრამისა თუ ისტორიული ნოველის ავტორი ლევან გოთუა 1973 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. 2005 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წელის ნეშტი არმაზიდან გადმოასვენეს და სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. დიდი მადლობა ნინის ასეთი კარგი სიუჟეტისთვის. ლევან გოთუა გავიხსენეთ და უნდა ვთქვათ ალბათ ისიც, რომ ყოველთვის სათანადოდ აღინიშნება ხოლმე თარიღები, რომელიც ბატონ ლევან გოთუას უკავშირდება და ეს არის დასტური იმისა, რომ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა არის ხალხში ამ დიდი მწერლის მიმართ და ეს მნიშვნელოვნად ასევე უკავშირდება ქალბატონ მაია გოთუას, ცნობილ ექიმს, პროფესორს, რომელიც გახლავთ მწერლის ძმისშვილი და ძალიან ზრუნავს ქალბატონი მაია ბატონი ლევანის სულის ბატონი ლევანის არ დავიწყებაზე და სულზე ზრუნვაზე და აი ჩვენ ნახეთ ეს სწორედ სიუჟეტში. სამედიცინო თემით ვაგრძელებთ ახლას ჩვენს გადაცემას, ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან დაავადებაზე, რომელიც არის მხედველობის შეუქცევადი დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში. ეს დაავადება არის გლაუკომა, რა ნიშნები, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და რა მიდგომა აქვს თანამედროვე მედიცინას სამკურნალოდ. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ოფთალმოლოგი ქალბატონი ნათია კობახიძე. მოგესალმებით ქალბატონი ნათია, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით. აი რა არის გლაუკომა? დავიწყოთ ამით. რა დაავადება არის და რა სიმპტომები ახასიათებს მას? ეს არის პათოლოგია, ქრონიკული პათოლოგია, პროგრესირებადი, ძირითადად ორმხრივი, რომლის მთავარი გამოვლინებაა მხედველობის ნერვის დაზიანება, შეუქცევადი დაზიანება. მისი მთავარი მიზეზი ძირითადად არის მომატებული თვალში გაწნევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ცუდია ის ამბავი, რომ პათოლოგია მიდის სიმპტომების გარეშე დასაწყის სტადიებში და ისე ჩუმად მიდის მხედველობის კლება, რომ პაციენტი ამის შესახებ ვერ ხვდება. ამიტომ სკრინინგი, რომ 40 წლის ზემოთ პაციენტი წელიწადში ერთხელ ესტუმროს თვალის ექიმს. განსაკუთრებით ისეთი პაციენტი, რომლის ახლობლებში, ახლო ნათესავებში ეს დაავადება არსებობს, გადაგვარჩენს ამ პათოლოგიის განვითარებისგან და მის შორსწასულ ფორმებს ავიცილებთ თავით. არანაირი სიმპტომი არ აქვს დასაწყისში. დასაწყისში არა, დასაწყისში არა. კი, პირველ-მეორე სტადიაზე შეიძლება ვერც მიხვდეს პაციენტი ამის შესახებ. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, რომ ცალი თვალის მხედველობით ფუნქციები იკარგება, ნერვის ატროფია მიდის და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენს პაციენტი, რომ მკვეთრი დაქვეითებული მხედველობის შემთხვევაში მიმართავს თვალის ექიმს. უკვე დაზიანებულ თვალს ვეღარ ვეშველებით და დგება საკითხი მეორე შედარებით რახან ეს პროცესი ორმხრივია. გადავარჩინოთ მეორე თვალი. ანუ პრევენცია არანაირი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სკრინინგი ჩაიტაროს პაციენტს. სამწუხაროდ არა. შემოთავაზება და რჩევა მსოფლიო ჯანდაცვის და მოთხოვნა ჯანდაცვის ორგანიზაციისგან არის ის, რომ 40 წლის ზემოთ პაციენტი აუცილებლად წელიწადში ერთხელ ესტუმროს თვალის ექიმს, რომ არ გაიპაროს ეს პათოლოგია და არ წავიდეს ის შორეულ ახალგაზრდა ასაკში არის რისკი, ხო? უფრო ახალგაზრდა ასაკში სხვა ფორმა არსებობს, არის თანდაყოლილი გლაუკომები ახალშობილებშიც, მაგრამ უფრო საყვარელი პერიოდი არის 40-დან ზემოთ. და თანაც აუცილებლად როცა არის ოჯახური ანამნეზი, ეს ძალიან გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ მიზეზი რა აუცილებლად, იმიტომ რომ არ არის მიზეზი ცნობილი, თქვათ რა არის მისი გამომწვევი. ამიტომ სკრინინგი გვიცავს მისი განვითარებისგან. ბუნებრივია, რასაც ამბობთ ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად მოსალოდნელია, ხომ ეს დაავადება ჰქონდეს ადამიანს. კი, 40-დან ზემოთ რეკომენდაცია ესე. არ არის რომ თქვათ უფრო არის პათოლოგიები, თქვათ თვალის პათოლოგიები, რომელსაც მეორადად ახლავს თვალში გაწნევის მატება. არის გლაუკომის ისეთი ფორმები, რომლებიც საერთოდ ნორმალური თვალში გაწნევითაც მიმდინარეობს. ეს არის ნორმოტენზიული გლაუკომები, ამიტომ თვალის ექიმთან კონსულტაციის დროს სწორად ხდება ამისი შეფასება. არის ბევრი დამატებითი კვლევა, რომელიც გვაძლევს უფლებას, რომ სწორად განსაზღვროთ, მივიტანოთ ეჭვი და ანუ უარყოფთან დავადასტუროთ. და ასეთი პაციენტი, გლაუკომიანი პაციენტი და თვალის ექიმი სულ მუდმივ
მუდმივად ერთმანეთთან კონტაქტში არიან, მეგობრობენ, იმიტომ რომ ეს არის ქრონიკული პათოლოგია, რომელიც სულ მოითხოვს გადამოწმებას, თვალისწნევის, სპეციალური აპარატული კვლევებით, მხედველობის ველის შემოწმებას, მხედველობის ნერვის შემოწმებას, იმიტომ რომ მხედველობის ნერვის დაზიანება მიდის და ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ვერ ვაბრუნებთ. უკან ამიტომ არ უნდა დაუშვათ ეს პროცესი, რომ წავიდეს წინ. გლაუკომის სხვადასხვა ტიპი არსებობს, აი ამ ტიპების შესახებ რო ვისაუბროთ და ყველაზე მეტად გავრცელებული რომელი არის საზოგადოებაში. გლაუკომის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ძირითადად მაინც დაყოფა ხდება ღიაკუთხიანი გლაუკომა და დახრულკუთხიანი გლაუკომა. მკურნალობის მეთოდებით დაახლოებით ერთნაირი არის მედიკამენტოზურს გულისხმობ, უბრალოდ პრეპარატები რა თქმა უნდა განსხვავებული, უფრო მეტად არის ღიაკუთხიანი გლაუკომა, ეს თვალის ანატომიიდან გამომდინარე და ამიტომ ამის დიაგნოსტირებაც ხდება კონსულტაციის დროს, სპეციალური პირველადი კონსულტაციის გარდა კიდე სპეციალური კვლევებით. რა არის ეს კვლევები? ეს არის მხედველობის ველის შემოწმება, იმიტომ რომ თვალში გაწნევის მატებას თან ახლავს მხედველობის ველის ნელ-ნელა შევიწროება. ამას პაციენტი ვერ ხვდება, იმიტომ რომ ხანდახან როცა ეს პროცესი მხოლოდ ცალ-თვალზე მიმდინარეობს, მეორე თვალი აკეთებს კომპენსირებას ამ პროცესის. ამიტომ ზიანდება, ხო, ბუნებრივია. ამით მეორე თვალზე დატვირთი. არა, არ ზიანდება. უბრალოდ სწორედ და დროულად აღმოჩენაა დამნიშნულოვანი. და როცა ვატარებ სპეციალურ აპარატურ კვლევას, ეს არის კომპიუტერული პერიმეტრია. მხედველობის ველში აღმოჩნდება დაზიანებული უბნების, კოტომებს ვეძახით, შევიწროება ან კიდე მხედველობის ველის, გლაუკომას ახასიათებს სპეციფიური დაზიანება მხედველობის ველის. ამიტომ თუ თვალში გაწნევასთან ერთად არის მხედველობის ველის დაზიანება და ოფთალმოლოგია ასევე თვალის ფსკერზე ნახულობს ნერვის დაზიანებასაც და ამას მე ადასტურებს თვალის ტომოგრაფით, ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფით, აუცილებლად ისმება გლაუკომის დიაგნოზი და ვიწყებთ მის მკურნალობას. და ძალიან მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ხანდახან პაციენტი მხოლოდ თვალში გაწნევის საკონტროლოდ მოდის შემდეგ. მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა მხედველობის მხედველობისა, თვალში გაწნევისა, პერიმეტრიული მონაცემის და ტომოგრაფიული მონაცემის. თუ ეს 4 მონაცემი თვეების და წლების მანძილზე მკურნალობის ფონზე სტაბილურად რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ესე ვთქვათ მეთოდიკა სწორად არის შერჩეული. მაგრამ ხშირად ეს ასე მარტო არ იმართება, მარტო მედიკამენტოზურად და გვიწევს ქირურგიული ჩართულობაც. ეს ქირურგია სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს, ისევე მიმართული თვალში გაწნევის სარეგულაციოდ. ეს შეიძლება იყოს ლაზერული ჩართულობა, შეიძლება იყოს სპეციალური მოთავსება სარქველების, შუნტების, რომლებიც ასევე მიმართულია თვალში გაწნევის სარეგულაციოდ და სტადიების შესაბამისად მიზნის წნევა სხვადასხვანაირად განსაზღვრავთ ექიმები. რა თქმა უნდა, ეს ხდება კონსულტაციების დროს. ამიტომ უბრალოდ თქვენი ეთერიდან მინდა თხოვნასავით, მოწოდებასავით, რომ 40 წლის ზემოთ პაციენტი წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი ძალიან ვერაგი დაავადებისგან დაკითხავს. საუკეთესო, რა მაინტერესებს იცით? აი, როდესაც უბრალოდ მიდიხარ ექიმთან, თვალის ექიმთან, ოფთალმოლოგთან, შესამოწმებლად მხედველობის. აი ამ შემთხვევაში, ხა შეიძლება პაციენტი არ იყოს ინფორმირებული და არ ქონდეს იმდენი ინფორმაცია, ხდება თუ არა თვალის წნევის, შიდა წნევის შემოწმებაც. დიახ, აი უბრალოდ კონსულტაციის დროს აი აუცილებლად ეს არის მხედველობასთან ერთად აუცილებლად ერთ-ერთი კვლევა, რომელიც კეთდება თვალში. ეს არის თვალში გაწნევის განსაზღვრა. ამის გარეშე არც ერთი დაწესებულებიდან თვალის კვლევა სადაც მიდის, პაციენტი არ უნდა გამოვიდეს და დიახ. კითხულობ რომ ხშირად აი 40 წლის ზემოთ ადამიანებს სათვალე სჭირდება რაღაც საკითხავი მხედველობის მდგომარეობა ცოტა უარესდება და მაინც უწევს თქვა პაციენტს რომ მიაკითხოს ექიმს. ამიტომ შეიძლება დამშვიდობულად igznos აუცილებლად ადამიანმა რომ შემოწმებულია თვალში გაწნევას. ოფთალმოლოგიურ დაწესებულებაში თვალში გაწნევის კვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ტონომეტრიას უწოდებთ მას, სხვადასხვა მეთოდით განისაზღვრება, აუცილებლად ეს უნდა იქნეს ჩატარებული. ეს არის სტანდარტულ კონსულტაციაში გათვალისწინებული კვლევა. ასე რომ კი, ამიტომ თქვენი რაიმე ჩივილით იგივე მშრალი თვალის გამო, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ან მე წლებთან ერთად როცა წამოვა ეს საკითხი, რომ სათვალე დაგჭირდება ესტუმრობით თვალის ექიმს, თქვენ არ დაგჭირდებათ ჩემი კოლეგისთვის ამის შეხსენება, რომ თქვენ გჭირდება თვალის ის აუცილებლად გააკეთებს ამას. მადლობა, დიახ. აი თავგადონათია, სამწუხაროდ ასეთი თვისება გვაქვს ცხოვრების სტილი, სანამ არ შეგვაწუხებს რაიმე
კონკრეტული მანამდე არ მიმართავთ ხოლმე ექიმს. აი რა ხდება მომართვიანობის კუთხით სკრინინგის საკითხში მაინტერესებს ამ შემთხვევაში. რამდენად არის ხშირი მომართვიანობა, რომ აი წინასწარ ვიდრე რამე დაემართებოდეს ადამიანს, მანამდე დროულად მოვიდეს. იცით რა, ბოლო პერიოდში დაახლოებით ალბათ ერთი ბოლო პერიოდში ვიტყოდი რაღაცა ეს კულტურა მოსახლეობაში ამაღლდა ადამიანებიც დაიწყეს ზრუნვა საკუთარ თავზე. ჩვენი ჯანდაცვის ეს პოლიკლინიკური სისტემა, რომელიც სთავაზობს რამდენიმე სპეციალისტთან შეხვედრასთან ერთად ოფთალმოლოგის კონსულტაციას, საპენსიო ასაკის მოსახლეობას და ასევე ბავშვებსაც, შეუწყვა მან ხელი, რომ ესეთი პაციენტები გამოვლენილიყვნენ, იგივე გლაუკომით დაავადებული პაციენტები. და კიდევ არის პროგრამები, რომლებიც ამ გლაუკომიან პაციენტებს მედიკამენტოზურ ბით უზრუნველყოფს. ესე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პრეპარატები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის ფინანსურად, თან ეს ქრონიკული პათოლოგია და სულ ამ პრეპარატების მოხმარება ჭირდებათ. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მოსახლეობისთვის, რომ შეხვედრა ოფთალმოლოგთან პენსიონერი პაციენტისთვის და ვთქვათ ბავშვის ასაკში ხდება ძალიან დაბალი ტარიფით ხანდახან უფასოდაც და ეს რა თქმა უნდა გამოვლენას უწყობს ხელს რეგიონებში განსაკუთრებით. ვიზუალურად რა ემართება თვალს გლაუკომის დროს? ესეც საინტერესოა, ვთქვათ კატარაქტის დროს რაღაცა იბლარება თითქოს თვალი და უფერული ხდება. გლაუკომის დროს რა ხდება? გლაუკომის დროს ვიზუალურად პირველ სტადიებში შესამჩნევი არ არის, საერთოდაც. არც ვიზუალურად შეიმჩნევა ეს და ვერ შენიშნავს და ვერც სიმპტომებითაც ვერ მიხვდება. ამიტომ მხედველობის ჩუმქურც უწოდებენ. ამიტომ აი ეს რაც ვახსენე რომ ჰეპატიტი ღვიძლის შემთხვევაში დაახლოებით. დიახ, ესე. და ამიტომ აღმოჩენა მისი სკრინინგის დროს ძალიან მნიშვნელოვანია და გადაგვარჩენს და დაგვიცავს რომ რაღაცა ისეთი შემდეგი სტადიებისგან დაცული. გამოტანათია თქვენ ახსენეთ თანდაყოლილი გლაუკომა ბავშვების შემთხვევაში. აი ხა ჩვენ გაგვიგია შეიძლება არასწორად ვახსოვს თავის ქალის შიდა წნევა თუ თვალის შიდა წნევა რომ შიდა ქალის წნევა. ესენი განსხვავებული ამბები, აბსოლუტურად კი თვალს აქვს თავისი თვალში გაწნევა, რომელიც თვალში სითხე გამომუშავდება, რომელიც ტონუსს უნარჩუნებს და კვებას განახორციელებს თვალის ორგანოიდებისა და თანდაყოლად ხშირად ხდება აი ამ მაღალი თვალში გაწნევით ვიზუალურად ამ შემთხვევაში ასეთ ბავშვებს ემჩნევათ. ამიტომ პედიატრები ამიტომ და ახალშობილების სკრინინგიც თქვათ პედიატრთან ძალიან მნიშვნელოვანია და თქვათ პირველივე პერიოდში და დაბადებიდან მალევე ასეთი ბავშვები საერთოდ ახალშობილების მომართვიანობა თვალის ექიმთან ვიზიტი რო იქნეს პედიატრი აღმოაჩენს ამას ხშირად და შემდეგ გადმოამისამართებს ეს ძალიან ვერაგი პათოლოგი მშობელმა შეიძლება შენიშნოს თვალის კაკლის ზომის მატებით. კი ხო მომატებულია წინ არის წამოსული მცირედ და გაჩნია აქაც რა სტადია ეს ძალიან ვერაგი პათოლოგია და რა ხდება ამ დროს ესეთი თვალის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ და გაჩნია კიდე რა ზომა თვალის რა მხელა თვალში გაწნევა და აქ უკვე ჩართულობა ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს იმიტომ რომ თვალში გაწნევა იწვევს ნერვზე ზეწოლას და ნერვული ბოჭკოების დაზიანებას და აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე რომ სიბრმავის ერთ-ერთ მეორე მიზეზია მსოფლიოში დიაბეტის შემდეგ გლაუკომა თანდაყოლილი აუცილებლად და შეძენილიც უკვე კი აი ის რაც ჩვენ ვისაუბრეთ 40 წლის ზემოთ. თუმცა ყველა დაავადების შემთხვევაში ადრე აღმოჩენას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ არის აუცილებელი სკრინინგი, რაზეც თქვენ აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი პაციენტია, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებენ სტაბილურ მხედველობას. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში ექიმების რომ ეს პროცესი წავიყვანოთ შედარებით დუნეთ, ვერ ვაჩერებთ სამწუხაროდ. შეუქცევადია, წავიყვანოთ ძალიან ნელა, მოხდეს მისი პროგრესირების მართვა, ესე ვთქვათ. ხო, ისე რომ თუ დაისვა გლაუკომის დიაგნოზის რომ განკურნებული იყოს ასეთი პაციენტი, სამწუხაროდ ამისი ახსნაც საჭიროა პაციენტისთვის, რომ მან არ შეექნიოს ხელი ეს პრეპარატები ყოველთვის მოიხმაროს, ყოველთვის მიმართოს ექიმს, სულ იყოს სწორად გაითვალისწინოს ექიმის რჩევები, აუცილებლად ჩაწვეთების ჯერადობა, პრეპარატების მოხმარება, პერიოდული მეთვალყურეობა კვლევების კონტროლი. ანუ მართვა არის სრულიად შესაძლებელი. არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მე
მერე ქირურგები როცა ჩაერთვებიან ამ პროცესში და უნდა დავადგინოთ რა არის მიზნის ცნება და ამ მიზნის ცნევის შენარჩუნება არის ჩვენი მიზანი მასთან ერთად. ამიტომ ამის ახსნა განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პაციენტიც იყოს ინფორმირებული. სქესს დიდი მნიშვნელობა ალბათ არ აქვს, ხომ? სქესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სქესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთი პათოლოგიის დროს, თქვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს, უფრო ხშირად არის ასოცირებული ეს დაავადება სისხლძარღვოვან პათოლოგიებთან, ამიტომ ადამიანები ვთქვათ დაბალი არტერიული წნევით, შაკიკით, ხანდახან ზუსტი ესეთი კორელაცია მაღალ ჰიპერტონიასთან არ არის, მაგრამ როცა არის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, მაინც უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ ასეთი პაციენტებიც. ხალხოტანათი, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თვალთან თუ არის ეს რამენაირად დაკავშირებული, ვთქვათ, თუნდაც ყვება, თუნდაც ფიზიკური აქტივობა, თუნდაც აი რა შეიძლება რა ვარჯიშები შეიძლება გაკეთდეს ხედელობის გასაუმჯობესებლად. პერიოდული შესვენება მონიტორთან ყოფნის დროს. თქვენი პროფესიის, ჩემი პროფესიის ადამიანებსაც ძალიან გვეხმარება ეს ამბავი, რომ თვალი დავასვენოთ შორს ხედვით, რამდენადაც ეს მოხერხდება. ჰორიზონტთან შორი ხედვა არის დასვენების ერთ-ერთი დამოუკიდებელი. ხო, შორს ახლოს ესეთი მონაცვლეობა, ჩვენი 3-20-იანის წესი არის, ესეთი ცნობილი 3-20-იანის წესი, ყოველ 20 წუთში 20 წამი, 20 ფუტი დაახლოებით 6 მეტრამდე მანძილია. ხო, მხედველობითი ფუნქციის გადატანა და დამატენიანებელი წვეთები, ესეთი მოგვეხმარება, ისე როგორც საცხი გვჭირდება სახისთვის, ხელისთვის, თვალსაც ჭირდება ეს წვეთი დამატენებად, ამიტომ აი ეს ორი ესეთი მარტივი წესის გათვალისწინება ძალიან კომფორტს გვაგრძნობინებს. თვალის დაისვენებს. სხვა შორის აერთხელ დამემართა ძალიან ისეთი ნათება ქონდა ტელეფონს აუწია და კვეთრი და აი ამ კვეთრმა ნათებამ გამოიწვია ის რომ 2 წუთი მეგონა რომ რაღაც დამემართა თქვა და აი რაღაც ისე გაბლარულად ხედავდი საკნებს ძალიან შემეშინდა. ინტენსივობაც დამშრალოვანია განათების კი ჰაერის ტენიანობა კონდიცირებას გულისხმობ ხო, ამიტომ აი ეს გარემოების ესე ვთქვათ მართვა ცოტა გვიჭირს, მაგრამ წვეთი მოგვეხმარება დამატენიანებელი რომ მივეშველოთ. ძალიან დიდი მადლობა. გაუფრთხილდეთ ჩვენს მზერას. აუცილებლად სამშობლოებია. ჩემთელად მეყოლეთ და ბედნიერად. თქვენს ჯანმრთელობას გისურვებთ ჩვენს მაყურებელსაც ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე საუბრობდა სტუდიაში. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ არბულაძე და გეგი ნემსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.